რაფერი კაფკაფარ ძეი მომიტანე ნახიარი რაწია ცოტა ზევით მაი ხო იმედია შენ არ მოტყელი ხო არა მე არ მომიწვევია მაგას ვერ მევიტყვი ხო რაწია ზევით ცოტა აბატონო რაფერი ყველია მევუკუთ ამოვაგოროთ გენდელა დაუშვიდე იცი რა ყველის ამოყვანა საღლიცინო საქმე არა სერიოზული მიგონა კი ბატონო მე მიოლად არ ამბობ განსაკუთრებული იგი ახლა ჩვენ სამბავში რომ აღარავის აღარ ამოყავს კვეთით დიახ ყველა პეპსინს ხმარობს ეს არის ნამდვილი კვეთი კვეთის დამზადება ცალკე ამბავი და ფილოსოფია მაგას მართლა უნდა ფილოსოფია კი ბატონო ახლა აღარავის ყველა პეპსინით აკეთებს ახლა იმიტომაა ყველს რომ აღარა აქვს ყველის გემო გარდა იმისა რომ ზე უნდა იყოს კაი საღი ჯანმრთელი ცხიმიანი კარგად ნაკვები ძროხის რძე რომ უნდა იყოს ამის გარდა კვეთის დამზადება აღარც აკეთებს არავინ და აღარც იცის კვეთით ამოყვა არ და ყველა ოჯახი თვითონ აკეთებდა ყველისას საქონელს რომ დაკლავდნენ კოჭის მაჭიქს გამოიღებდნენ და იმას ინახავდნენ დამარილებულს კარგი გარეცხვა უნდა ინახავდნენ მარილით და ძვრით იმაში მწიფთებოდა ისა დრო უნდა დაახლოებით 2-3 თვე და რაღაცა კიდე იყო თქვენები სხვანაირად აკეთებდნენ ჩხიკვი გამხმარი ჩხიკვი უნდა მაგას მარილში გამოყვანილი ჩხიკვი ამშრალი მზეზე მაქიდან მოდის გაჩხიკული ხარ სიტყვა ჩხიკვივით გამხმარი იმიტომ ახმობენ ჩხიკვს და იმას დებენ მაგაში თელი საკრალური ამბავია ყველის ამოყვანა და ყველის მიღება და მაგი ახლა შეიძლება ესე გადმოცემით ბევრმა იცის, მაგრამ შენ გახსოვს. მე მახსოვს, მოდი თქო. ასე ჩავბატონო გავათხოვთ უნდა. კი, უნდა გავათხოვთ იმდეზე რომ ხელის თითმა გაუწუოს, ხო? ეს ამას უნდა პანტის, კოწახურის ან ბროწეულის ჯოხი მოსარევად. კი, მუდმივად უნდა ურიო სანამ დამწიფდება. რომ დამწიფდა, გამოვიგეთ. ხო, საშინელი. 5 ლიტრ არცეს უნდა 1 სუფრის კოვსი. აი ეს ცოტა მეტი უნდა. აი, ეხლა ჩვენ გვაქვს უკვე გადმოწურული და აი, ეხლა ჩავასხით თბილ რძეში, მოურევ და გავაჭერე. დავდგათ ეგრეთ ცეცხლი. მომეხმარე გადამატმევია. ეხლა თავზე უნდა დავახურო და გავდგათ ციხბოში. ასე ცეცხლის პირზე იდგეს და შეიკვეთება. დააფარე თავი და მე ვიცადოთ. აი ჯოხი აღიარეთ. ეხლა მოურევ და რა მიყვარს ახლა მოგებული ყველი? ჭაჭუტ. არ ვიცი რა ქვია. ასე მოგვიტეხავდნენ, აუცილებლად მოგვიტეხავდნენ თბილს. სანამ თბილი იყო და აუცილებლად უნდა შეგვეჭამა, წამალივით იყო. არ არსებობდა ბებიას ამ ეყანა და არ მეეტეხა. ახლა რომ მოვიღებ პატარას მომიტეხა? აუცილებლად. აი. ნინო ჩაკვეთილი იქნება ახლა მაი. ნახე? კი უი ჩადგა უკვე. აი, всё. უკვე შეგვიძლია მოვიღოთ. გადავდგა მე ხა ზურიკო მოგეთი გადამადგმევინე ცეცხლზე. ბეჭედი მეიძრე? დიახ. ხელებით დავიბანე. ყველს არ უყვარს ხუმრობა. რატო? იმიტომ რომ ხიარული ყველი გამოვა. ეხლა ნახე. ცოტა მაღალია ქვაბი და ხომ არ მოგწე რამე შეჯვი? მე ხო? აჰა. ნახე შევამბვია და ამაში კაი ნადუღია ჩავარდება. გადასარევი რძე იყო. ძალიან კარგი. აი ეს იქნებოდა ცუდი ახალ მოწველილი კაი რძე იყო. აი ახლა ვიწყებ ნელ-ნელა მოკრებას. აი ნახე. ეს ერთი ცალი ძალიან დიდი გამოგვივა. ბევრი გამოვიღოთ რამდენი ო, სამოვიღებ? 2 არ ეყოფა. კაია. ძალიან. შენ ჭიჭვი დამოგიყო პატარა. ჭაჭვი. პატარა ჭაჭვი. გამოვიღე. სვერიც მოვადუღოთ და ნადუღი ჩავაკეთო. აუცილებლად. რაში გამოვყურათ ნადუღი? ტილოში.
იცი რა, ყველის ამოღება სიმშვიდე მოაქვს რაც ხანაირი ასე არა. მერი მასტრე ვერ დადგები. იმიტომ დასერიოზულდი უწევ, ხო? ხო. რა უკნაბა. ეს ახლა ისე უნდა ამოვიღოთ, რომ არ დაგვრჩეს შიგნატეხი ყველის. ესე იგი, ოჯახიდან იბრძნიდნენ კვეთის გაცემას. არაფრით არ. არც მოსთხოვდა ნინო არავინ. ხო, იმდენად ითვლებოდა რომ არ შეიძლება და არა წესი კვეთს არ ითხოვდა რა. კვეთი მომეციო, ამერამე არ არსებობს. აჰა. და ყველს რომ აბრუნებდნენ უკან რომ გამოგიგზავნე შენ თუ არ ყავდა მეწველი და მაგალითად გამაგზავნდა ბებიე დუდანასთან ყველის მოსატანა. ხო. წამოსაღება. ხო, ბებიამ თქვა 1-3-4 კილო ყველი გამომიგზავნიო და წევდები დუდანასთან მოსატანად, ხო? მე რომ გამომიტანდა ყველს და ჩამიწყობდა კამწამოსაღებად. პატარას მოვტეხდი ასე და უკან ეზოში ჩუვდები. უი დასაბ. ხო, ხელი არ გამოყვეს. შესაძლოა. ამბენ წესები. ასე ჯეროდათ. ასე ჯეროდათ. კი ბატონო და ორშაბათს და ოთხშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს არ მივიდოდნენ კაცთან ყველის წამოსაღება. მე რატო ეს რასთან იყო დაკავშირებული? იბრძნიდნენ, ხელი არ უნდა გადაყოლოდა. აჰა. თვალს ყველის ამოღებას არ დაანახებდნენ სხვას. ხო. ჩუმად ამეიღებდა ბებიე, უკან ოთახში აკეთებდა ჩვენს კუხნას სახს უკან ქონდა ჩამოხურული. მოხურულას რომ უძახოთ, ესე ჩამოხურულას უძახოდით ჩვენ. იმ ჩამოხურულაში იღებდა ყველს. და იმ ჩამოხურულაში არც არავინ არ შევიდოდა, რომ იცოდა რომ ყველს იღებდა. აჰა. უცხო თვალისგან მორიდებულად. კი ბატონო. გააკეთებდნენ ყველის ამოღებას. სასწაული ჭინტი ყველი ამოდის სურიკო. აი, რაში უშლის ხელს? უფ, კაი რძე იყო. ხელები კი გაქვს ერთის მოცემული, ლაფერას არ. ლაფერაკო. ნიჩფებივით. ნიჩფებივით. რა უშლის ხელს? ისე ძეი მიყვარს, ყველის ამოღება ყოველ დღე შემიძლია ამოიღო არ მეზარება. დაამბა უნდა ერთი ძროხად იღომში. გაჩერდი, ძროხის მოწვევა მეზარება, არ ვიცი, კარგად. ისე ცხვარიც მომიწველია. წყემს ერთად რო იყო. ახლა ასე სახალისოდ კი მარა. ისე ძალიან ძნელი. არ მომიშალოს მეზობლები ღმერთმა რა კაია მაგ მეზობელი, ძროხიანი მეზობელი რო ყავს ბედნიერება, მაღანას არ აკლია ძეი, ყველი, მაწონი, ახალ მოწველი ჟძე რომ გაქვს ქალაქში, ამაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება, ფუფუნება. აქა მეზობელი. აზია ჩემ მეზობლებს ყველას ყავს რო. რასამბო? კი, ბევრს ყავს. რა მაგარია? ის ხამ გამოვთავს დადგი ასე. მოგაშველო? არა უშავს, შაკი ვარ და მე დაამატე. მაცადი არ უნდა რა მოგმთლია. ვინც ხა ხომ მიღებს და მეც ამოვიღებ. შენ ვარჯიშები არ ხარ ახლა ყოველ დღე ხომ არ მოვყავს. რა მომყავს და შეიძლება შევკრა მე ხა ისე რომ ამოვიღო. არა უშავს თუ გაგიტყდება გაგეშალ. გამეშალ. არა უშავს ნაწილია მეიღე. ჩატენია მაშინ. მოცადე ხა ფორმა უნდა მიჩა. ჩაფხელე ჩამიწა დაამატია მეიღე. ანუ მთლიანი გავაკეთოთ ერთი გავაკეთოთ. კი ბატონო. დაამატია მას დაამატე. შვენიერი განდევით. ეს ახლა ბადეზე უნდა გადავიღოთ რამეზე აუცილებლად. კი ბატონო. აი ეს. ეხლა მე მაინტერესებს რამდენი გამოვაწყდა ესა. 15 ლიტრა რძე ჰქონდა, ვედრა ნახევარი. ხო. ხო და რამდენი გამოდისლიტრში? გააჩნია რძეს, რომელი პერიოდის არის. როცა კაი ბალახი არის, მაშინ მეტი გამოდის. გადაუწვი ახლა წყალი მაგას. კი, მაცადე. მე ყველები ახლა დავქცინიან ნინო. რატო? რა ვიცი, რაცხას ხომ ფილოსოფოსობენ და. არაფერი არ აქვს და საცინი ასეთი ყველი სად იქნება გენაცვა? მომიწყვეტება და გადავ თავისუფალი ხარ ჩემკა. მარილს არ უზამ? აუმარილოს კიდე ცოტა. გემოზე კი მიხვდები როგორია. როგორია და კაი. ნათი. თბილი ყველი ძალიან სასარგებლოა. მარილოს სულ უნდა გოუჯერა რა აქვს ვაფშე. გამოდის ნადუხი. აი აღრწეში. ყველის ამონაღებში. ეხლა მას მოიტანს. და მივცემ ყველის ფორმას. ნახე რა კაი ყველი გამოვიდა ზურგო.
რა უშლიდა ხე სახლური, გებრიელი, ნამდვილი. მე ხო ვიცი ჩემი აჭარელი მეგობრები და ჩემი ახლობლები რომ ყავს მე აჭარაში რამ მთელი ოჯახი ამით არ დაკავებული ნეცაფერს არ შობია მე საქონლობა როგორ განვითარებული იყო ჩვენთან. ყველა ოჯახს როგორი ყველი ქონდა. ასე ყავს ახლა იგივე 30 სული საქონელი ყავს მაგით ცხოვრობენ მაგია მაგათი შემოსავალი მაგრამ ნეცაფერს არ შობია მთელი ოჯახი მოწადინებულია რომ მე აგირზე გამოწურონ იგენი ცხიმს ხდიან ცალკე სეპარატორში ატარებენ იქიდან ძესაკე ყველს ცალკე აკეთებენ იქიდან კარაქს ცალკე აკეთებენ კაიმაღი რა თქმა უნდა კაიმაღი მოხდილია კარგინათ ახლა მას მოვაყრი მარილს ამით ხაჭაპური გამოვა ცოტა უკენიო მარილი და არ დაჭირდება ბევრი ხაჭაპური კაი აბატონ უფ რა ხაჭაპური გამოწოთინდება საოცრება სვასე გაიწევა რამდენი გამოვიდა დაახლოებით რამდენი კილო ყველი გამოდის ეს იქნება 3 კილო 15 რძეში გამოგვივიდა კარგად გამოვიდა 2 კილო ნახევარი იქნება მოკლედ